სოფელში ცხოვრობდი, ну გვიან, მაშინ როდესაც კიდევ იყო შემორჩენილი სახლები. მე მუშაობდი და ცხოვრობდი, მაგრამ ისე არა რომ ბინა მქონდა, საერთოდ სოფელში ცხოვრობდი. სად ეს? ძველობაში. სად ეს უკაცრავ? აი, მეუბნის მოედანი სადაცაა, ერეკლე მეუბნის მოედანი. იყო კამუს ქარხანა და მუშაობდი იმ საერთოდ სოფელში ცხოვრობდი ზემოთ. პირველად თქვენ საიდან ჩამოხვედით? საჩხერიდან. საჩხერიდან. და მან დასახლდით პირველად? დავსახლდი, ახლა მაგალითად თქვენია, სვანცუბანში ვქირავდი ბინას. ძალიან მეყვარს ეს ადგილი, ადვია როცა თავის პროდერ მაქვს და შეიძლება. სადღაც ხტებში რკინიგზის ზემოთ. და იქ მუშაობდი. ცოტა გვიან მივიღე ადგილი, 6 ადგილია საერთო საცხოვრებელში და ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ ფერის ეკონომიას ვაკეთებდი. უნივერსიტეტში სწავლობდი თანაც საღამოზე. ძალიან ძიმე ძლები მქონდა. სად სწავლობდით? უნივერსიტეტში სწავლობდი საინჟინრო ეკონომიკას. საღამოზე ვსწავლობდი. სადა დღე მუშაობდით? საღამოს მივიდიოდი 20 ნომერი ავტობუსით კონვერნოს მოედნიდან. იქიდან მოვიდიოდი კონვერნოს მოედნამდე ისე 20 ნომერით, მე იქიდან 5 ნომერი ტრამვაიში უნდა გადამჯდარიყავი. ფეხით ასეული მქონდა 15 წუთი იყო და ზემსვანცუბაში უნდა ავსულიყავი და მოკლედ საკმაოდ ისეთი ის ყოდა. წლები და საერთოდ საცხოვრებელში როცა მომწეს ადგილი, მობედნიერესი ვიყავი. წიფში მარტო ჩამოხვედით? ბატონო? მარტო ჩამოხვედით? ჩემი სოფლელები მუშაობდნენ ორნი ქარხანაში. ისე მარტო ჩამოვედი კი. რა მინდა იცით რომ შეგეკითხოთ პირველი კითხვა? რა არის ადამიანისათვის ყველაზე აუცილებელი? თავარი რა არის ადამიანში? ხო მე 20 წლის ვიყავი, როდესაც ვამბობდი, 20 წლის ვამბობდი, როდესაც ვამბობდი რომ თუ ვერ მოახერხე და ვერ შევქმნი ისეთი ოჯახი როგორც მინდა, ესე იგი ნახევრად მიცხოვრია. საერთოდ ადამიანის ყოფას თუ ყოფის დონეზე ვისაუბრებთ, ადამიანის ძალიან მარტივი გასაანალიზებელია. არაყოფითი უკაცრავად. არაყოფითი, ну, ახლა რელიგია და ჩვენს მართლმადიდებლობას თუ გადავწდებით, ეს რა თქმა უნდა პრინციპულად ცვლის დამოკიდებულებას. ყოფით დონეზე უნდა მოახერხო ბედნიერი იყო მოკლე დროში, რითაც მოვდივართ ჩვენ. მოახერხო სწორედ იცხოვრო. უნდა მოახერხო ყველა სიტუაციაში იპოვნო შენი ადგილი. არ უნდა იფიქრო რომ გინდა თუ არა ხვალ რაღაც საოცრებებს მოახდენ და მე იქნება ყველაფერი კარგად. ყოველ დროს უნდა მოახერხო და ნახო შენი ადგილი. ნახო ბედნიერი წუთები. ბედნიერი ყველაზე მთავარი ისე ადამიანისთვის ბედნიერი. რა თქმა უნდა. აი საზოგადოებისთვის ყველაზე დამანგრეველი რა შეიძლება რომ იყოს? მაგ კითხვა შეიძლება უპასუხოთ მარტივად ჩვენი ბოლო 20-22 წლის ისტორიით. როდესაც არ იცის საზოგადოება კარგად არ აქვს კონსოლიდაცია, არ აქვს სწორება. შეიძლება ნებისმიერ უბრალოდ მიიღოს და